თუმცა ვიდრე ჩვენ საუბარს დავიწყებთ, მინდა რომ მოვისმინოთ ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. კი ბატონო. ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მეტად მომზადებულები, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ ქონდა თელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ ახლა ყველანი ვერ მომზადეთ სათანადოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოუშვათ და არსებულ თავზე მოხმულ რეალობას შევეგუოთ. პირიქით, ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა. მე არ შევეგუებ და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ეს ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის ხარდაჭერების მიმართ. მე პატივისცემ თქვენ არჩევას, მაგრამ თქვენმა უმეტესობამ ხო კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე იყო მასობრივი გაყალბებები და манипуляციები. თქვენ ხო კარგად იცით, რომ ის ციფრები, რომელიც დაიხატა, არ შეესაბამება სიმართლეს სინამდვილეს. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, დემოკრატიის შემდგომი წინსვლისთვის ყველა მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს ისე დაუბრუნოთ დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. ბატონოთარ, აი პირველივე შეკითხვა მექნება ამასთან დაკავშირებით ამ მიმართვიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის, ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ ვერ მოვემზადეთ სათანადოდ. ეს თვითკრიტიკული განცხადებაა, თუ ეს არის საყვედური იმ გუნდის მიმართ, რომელიც ადგილზე მუშაობს, მათ შორის თქვენც მისი წარმომადგენელი ბრძანდებით. ვერ გეტყვით, ალბათ ეს მას თავად უნდა კითხოთ. თქვენ როგორ აღიქვით, ეს მაინტერესებს ხოლმე. მას ვერ ვკითხავ სამწუხაროდ. ხო, მე ესე არ აღმიქვამს, ნაციონალურ მოძრაობამ ძალიან ბევრი იმუშავა, საკმაოდ ინტენსიური კამპანია ჩაატარა, მე ერთ-ერთი მაჟორიტარის გახდით და ჩემი ფეხით მოვიარე ყველა კორპუსი, ყველა სოფელი, ყველა უბანი და 2 თვის განმავლობაში დილიდან ღამემდე და ღამე შემდგომ შტაბში მუშაობდით, ეს იყო ძალიან ინტენსიური კამპანია და ამ 2 თვიან ინტენსიურ კამპანიას წინ უძღოდა საკმაოდ მასშტაბური კამპანია, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და ჩვენ გავზარდეთ წინა არჩევნებთან შედარებით 160,000-ზე მეტი ამორჩევლით ჩვენ მხარდაჭერთა რიცხვი. სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მიგვიღწია გამარჯვებისთვის და დაგვემარცხებინა ივანიშვილის ხელისუფლება. აი ბატონოთარ, დღეს ჩვენ ელენე ხოშტარიას ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ახალი სახის ასე ქვია, თქვენც ამ კატეგორიაში მოიაზრებით ნაციონალური მოძრაობის სიაში. განცხადება მოვისმინეთ, მან თქვა, რომ მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე, იყო უსამართლო ქმედებები, მაგრამ ეს ფაქტია და ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა. ეს ვრცელდება, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობის განცხადებად, თუ ეს ერთი დეპუტატის განცხადება. არა, თქვენ რომ გადაავლოთ თვალი ჩვენი მაჟორიტარების განცხადებებს, ასევე განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა დავით ბაქრაძემ, აქ არის აღნიშნული, რომ არჩევნებზე იქნა გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები, უკანონო მეთოდები, რომელიც დაწყებული მოსყიდვით და არჩევნებში იყო გამოყენებული ძალიან დიდი ფულადი რესურსი, გაგრძელებული სუსის და ადმინისტრაციული რესურსის მხრიდან დაშინებით, ადმინისტრაციული თანამშრომლების, მოხელეების, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა და ამავე დროს ეს იყო უბანზე კომისიების წევრების გადაბირება, ზოგჯერ ბიულეტენების ჩაყრაც, სადაც ამის საშუალება აღმოჩნდა. ანუ საკმაოდ ფართო სპექტრი იქნა გამოყენებული გაყალბების, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ მომრჩეველთა უდიდეს მონაწილეობამ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი და ჩვენ ახლა ამ რეალობას არ ვაღიარებთ. აი დაახლოებით თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა თქმა უნდა რთულია ამისი განსაზღვრა, მაგრამ აი ამ ტიპის დარღვევებმა თუ ზეწოლამ, რასაც თქვენ აღწერთ, რა რაოდენობის ხმები დაგაკარგინათ? ამის თქმა ალბათ ძალიან რთული იქნება, როგორც თავად აღნიშნეთ. იმიტომ რომ თუ იქნება თავისუფალი გარემო, მაგალითად, აი თქვენ სუბანში ალბათ უკეთ გაქვთ დათვლილი. აი რამდენს შეეშალა ხელი აზრის თავისუფლად გამოხატვის? სხვა მეთოდები, როგორც აღნიშნე, სხვადასხვა იყო გამოყენებული. ჩემ შემთხვევაში ეს იყო უზარმაზარი ფულადი რესურსი, კოორდინატორების რაოდენობა, რომელიც 10-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა კოორდინატორების რაოდენობას, რომელიც ყავდა ნაციონალურ მოძრაობას. და ეს ფაქტორი იყო, ანუ ლეგალურად, პრაქტიკულად ყოველი მეორე ოჯახის წევრი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან მუშაობდა ხელისუფლებაზე და ისინი იღებდნენ ამაში ანაზღაურებას. ანუ ეს მეთოდი იყო ფართოდ გამოყენებული. სხვაგან იყო გამოყენებული სხვა მეთოდები,
ის მიხედვით თუ რა საჭიროებას ხედავდა და როგორი პრიორიტეტები ჰქონდა ხელისუფლებას. ეს რომ არ მომხდარიყო მაგალითად ახალციხეში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი, აი თუ გნებავთ ეს მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მარნეულში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი, რომელსაც პირველ ტურებში ამანდანი მოიგეს არჩევნები, უბრალოდ მათ ამ ზეწოლის და ასე შემდეგ მიუხედავად არ ეყოთ ეს აღებული ხმები რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებინათ და მეორე ტურში არნახული ზეწოლა იყო. მე თავად ვიმყოფებოდი მარნეულში, მას ჩემი თვალით უყურებდი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ტელეფონს როგორ ატანდნენ ამომრჩეველს, რომ იმას კაბინეტში სურათი გადაეღო და დაებრუნებინა მე კომისიის წევრისთვის 51 შემოხაზული სურათი. ანუ ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა და ამ მეთოდებს მიმართეს, რითაც მოიპარეს გამარჯვებები, მაგრამ თლიანობაში ამის მიუხედავად ჩვენი ამოცანა არის, რომ 500,000 ამომრჩეველი ეს უდიდესი ძალაა, რა თქმა უნდა, და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ მათი ინტერესები ღირსეულად წარმოვადგინოთ პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც. და ეს მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს და იმდენად კრიტიკული უნდა გახდეს ეს მხარდაჭერა, რომ ქართულ ოცნებას აღარ გამოუვიდეს ამ მეთოდების მიუხედავად არჩევნების წარმოჩენა ისე როგორც შედეგები საბოლოოდ დაჯდა. აი ახლა ქართული ოცნების წარმომადგენელი ყავდა, არ ვიცი უსმენდით თუ არა, როდესაც მას თქვენს შესახებ ვკითხე ნაციონალურ მოძრაობასთან, რა დამოკიდებულება იქნება პარლამენტში, როგორ აპირებენ ისინი კომუნიკაციას, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჭირდება თქვენი ხმები, არანაირი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაინც საინტერესოა როგორ აღიქვამენ ისინი როგორც მთავარ ოპონენტებს. მან ასეთი რამ მითხრა, რომ ისინი აღარ იქნებიან ორიენტირებული საერთოდ თქვენთან დისკუსიაზე, თქვენთვის წარსულის შეხსენებაზე, თქვენ როგორ ხედავთ მათთან კომუნიკაციის პროცესს? გასაგებია რომ თქვენ კრიტიკულები უნდა იყოთ, ოპოზიციურ რეჟიმში რჩებით, თან მწვავე ოპოზიციურ რეჟიმში, მაგრამ აი როგორ შეძლებთ რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინოთ აი ამ პროცესში, რაიმეზე, მაშინ როცა არანაირი ბერკეტი არ რჩებათ ხელთ? არანაირი ბერკეტი არ რჩებათ ხელთ ეს არასწორი ხმის მიცემის პროცესში გულისხმობ და თქვათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი ხმების გავლენაზე. ხმის მიცემის პროცესში რომ გავლენა გქონდეს, ესე იგი უმრავლესობა არ უნდა გქონდეს ხელისუფლებას და მოხდა ოპოზიციაში არ ვიქნებოდით, ვიქნებოდით ხელისუფლებაში. აი როგორ ხედავთ აი ამ პროცესში? რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესი არის, როდესაც ოპოზიცია იყენებს იმ მექანიზმებს, რომელიც არსებობს პარლამენტში. პირველი ეს არის საკომიტეტო მუშაობა, კომიტეტის სხდომები, სადაც შედიხარ ოპონირებაში ხელისუფლებასთან და პლენარული სხდომები, სადაც ასევე გაქვს ტრიბუნა, საიდანაც ესაუბრები ამომრჩეველს და ამომრჩეველს უნდა დაანახო შენი უპირატესობა. ის რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ, უფრო კომპეტენტური ხარ, უფრო წესიერი ხარ, უფრო პრინციპული ხარ, ღირებულებების ერთგული ხარ და უკეთ შეგიძლია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება. ეს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე მიიღო მეტი მხარდაჭერა. და ის პროგრესი, რომელიც ნაცმოძრაობას აქვს, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვიზრდებით, ჩვენი მხარდაჭერა იზრდება და ეს უნდა გაგრძელდეს ამავე ტემპით და კიდევ უფრო მაღალი ტემპით, იმისთვის, რომ ჩვენ ჩავანაცვლოთ ეს ხელისუფლება. ამის ტრიბუნაა პარლამენტი, ამავე დროს პარლამენტარს აქვს უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია მამხილებლისგან კორუფციულ ფაქტებზე, სხვადასხვა უკანონობაზე და არ გაამჟღავნოს ვინ არის წყარო და ეს თქვენ როგორც ჟურნალისტებმა კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. პარლამენტარს აქვს უფლება დაუსვას კითხვა მთავრობის წარმომადგენელს, მოსთხოვოს მას ანგარიში და თუ იპოვის მთავრობის წარმომადგენელს ბუნებრივია იმ შემთხვევაში. თუ იპოვის მთავრობის წარმომადგენელს, არა, მთავრობის წარმომადგენელი ვალდებულია რომ გამოცხადდეს, ანგარიში ჩააბაროს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ყველა ვარიანტში უწევს მას ინტერაქცია პარლამენტთან და მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან. ამიტომ ეს ბერკეტები არსებობს. ეს ბერკეტები არის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობა. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი, რომელიც გვაქვს ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან, ეს უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმავოთ, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო მეტად უნდა გავამყაროთ. მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთო ჯამში ადგას ძალიან სწორ გზას და უნდა კარგად გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული კამპანიისას, კარგად უნდა გავაანალიზოთ ის თუ რატომ მოხდა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უფრო დიდმა ნაწილმა გაყალბების, ძალადობის დაშინების მიუხედავად მაინც დაუჭირა მხარი ხელისუფლებას. მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თქვენს კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება, განსხვავებით 2012 წლის არჩევნებისგან, სადაც მათ უფრო დიდი მანდატი მიიღეს და მიიღეს ეს მანდატი თავისუფალ კონკურენტულ არჩევნებში და მათ თავადაც იციან დღეს
რომ რის ხარჯზე აქვს მიღებული ეს ნდობა, ამას თავადაც აცნობიერებენ და თავადაც ხედავენ, რომ ყველაფრის მიუხედავად ამ 4 წლიანი რეპრესიების, ჩაგვრის, დამცირების, დემონიზების ასე შემდეგ მიუხედავად ნაცმოძრაობა იზრდება და ეს 500,000 ხმა არის მართლაც ალალი ხმები, ესე რომ ვთქვათ და ჩვენ ამ ხმებს კიდევ უფრო მეტად გავზდით იმით, რომ საზოგადოებას დავანახებთ ჩვენ უპირატესობას. ამ ეთერში ამ შემთხვევაში ანა კობახიძეც ამბობდა, რომ რაღაც მილევად რეჟიმშია, ნახეთ რამდენი იყვნენ 2012 წლის პარლამენტში, ახლა რამდენი არიან და შემდეგში სავარაუდოდ მათ აქვთ იმედი, რომ თქვენ ვეღარ მოხვდებით პარლამენტში და რამდენი არიან პარლამენტში, არა თუ 2012-ს ადარებ, რაც არასწორი შედარება, მაშინ ქართულ მოვაცნებამ მიიღოთ გაცილებით მეტი ხმა და გაცილებით დიდი ვარდნა და კლება აქვს 12-თან შედარებით, ანუ ეს არასწორი შედარება აბსოლუტურად, ანუ ტარდება წინა არჩევნებს, ხო? იქ მოხდა მნიშვნელოვანი ტექტონიკური ძვრა ჩვენი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, როცა არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა გქონდა, თვითონ არჩევნებზე ეს მხარდაჭერა გავზარდეთ, ახლანდელ არჩევნებზე ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გავზარდეთ და კიდევ უფრო მეტად გავზრდით ამ მხარდაჭერას ნამდვილად. რაც შეეხება თქვენ კითხვას მინდა დაუბრუნდე, სადაც ქართული მანა ამბობს, რომ პატივს ცემს 500,000 ამორჩეველს, ჩვენ ამორჩეველს პატივს ცემს, მაგრამ არ აპირებს ჩვენთან დისკუსიას. ანუ რას ნიშნავს ჩვენთან დისკუსიას არ აპირებს? ანუ საპარლამენტო ცხოვრება ეს არის, მეტი არაფერი არ არის საპარლამენტო ცხოვრება, გარდა იმისა, რომ არის დისკუსია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და შემდგომ ამის შედეგად, ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ხელისუფლება და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია დისკუსიის შედეგად, როგორც ჩვენ ამომრჩეველს, ისე მათ ამომრჩეველს, რას ფიქრობენ მათი რჩეული პოლიტიკური ძალები და შემდგომ არჩევნებზე აკეთებს საზოგადოება უკვე ახალი რეალობის გათვალისწინებით თავის ახალ არჩევნებს. თქვენ არ აპირებთ, რომ რაიმე ტიპის ინერტულობა გამოიჩინოთ, თქვა თან ბოიკოტირების რეჟიმში გადახვიდეთ რაღაცა კონკრეტულ შემთხვევებში, თქვენ აპირებთ, რომ აქტიურად იყოთ ტრიბუნებთან, აქტიურად იყოთ კომუნიკაციაში, იგივე თქვენ ამორჩეველთან და სხვა პარტიების ამორჩევლებთანაც გამოიყენოთ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, ყველა მექანიზმს, მათ შორის ეს იქნება ტრიბუნა, ეს იქნება საერთაშორისო წარმომადგენლობა, ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლა კონტროლისთვის, ეს იქნება ნდობის ჯგუფებში მონაწილეობა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მავნებლური ნაბიჯები არ გადადგან. ჩვენ გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა საშუალებას, ასევე კონსტიტუციით და კანონით გარანტირებულ უფლებას შეკრებების, მანიფესტაციების გამართვის და ყველა კონსტიტუციურ საშუალებას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დავიცვათ ის მანდატი, რომელიც მოგვცა ხალხმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გავზარდოთ, ჩვენი ამოცანა რომ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა და მე მინდა დავპირდე ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენ ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს პარლამენტში. ჩვენ შევქმნით კონტრასტს ქართულ ოცნებასთან, ხელისუფლებასთან. ჩვენ დავანახებთ ყველას ჩვენს ინტელექტუალურ უპირატესობასაც და ამავე დროს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის გარკვეული შიში, რომელიც უკავშირდებოდა ქართული ოცნების ამომრჩევლებს შორის ჩვენ დაბრუნებასთან რაღაც შიშები ასოცირდებოდა. ეს შიშები უნდა გაქრეს, ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ წესიერი, კომპეტენტური, განათლებული და ამავე დროს ის პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქვეყნის ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა. ბატონთან ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა დრო, თუმცა მაინც მინდა ვიკითხო ერთი კონკრეტული მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის, რომ საჭიროა გადაჯგუფება და ბრძოლის გაგრძელება, რას გულისხმობდა. მე და ყველა ჩვენი ესე იგი აუდიტორიის დიდი ნაწილი, ვინც პოლიტიკით არის დაინტერესებული, სავარაუდოდ ყველგან ადევნებს, მათ შორის სოციალურ ქსელშიც დავას, კამათს, დისკუსიას თქვენი პარტიის ორ სხვადასხვა მოსაზრების მქონე ლიდერების მომხრეებს შორის. მე მაინტერესებს აი ამ პროცესში პარტიაში არის თუ არა უკვე ერთი პოზიცია განსაზღვრული თუ სულ იქნება როგორ ფიქრობ 4 წლის მანძილზე რაღაცნაირი ხაზი მიხეილ სააკაშვილის და ვთქვათ იმ გუნდის რომელიც მას არ დაეთანხმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტს გარეთ დარჩენასთან დაკავშირებით. გადაჯგუფება რას გულისხმობს? ესეც ასევე კითხვის ადრესატი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, ჩემს არ არის ეს ცნობილი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში. რაღაც გაინტერესებთ ასე გაგონდეს მე მოგახსენებთ რომ პარტიაში ხართ მასთან უსმენთ კიდევ უბრალოდ მაგიკოთ როგორც ნებისმიერი მოხალხე. როგორ გეკადრებათ? რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ და ჩვენ გვისმენთ და ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ და ეს პარტია იმით განსხვავდება ქართული ოცნებისგან, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა ხშირად, აქ არის კამათი, რომლის ბოლოსაც იბადება ჭეშმარიტება, რომლის ბოლოსაც მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომ ვახორციელებთ. ასე იყო აქამდე და იმედი ასე გაგრძელდება შემდგომშიც. და ღმერთთან უკნას რომ ეს აზრთა სხვადასხვა არ იყოს და ვიღაც ერთი ადამიანი როგორც იტყვის ან მე ან ვინმე სხვა ისე გადაწყვეტს ყველაფერი ეს არ მიგვიყვანს ჩვენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან რა თქმა უნდა დემოკრატიზაცია
რაც მოხდა პარტიის და გადაწყვეტილებების ჰორიზონტალურ დონეზე გაშლა იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც შეეხება გადაჯგუფებას ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს როგორც უკვე აღნიშნე ბრძოლის ყველა მეთოდს. ჩვენ შევეცდებით რომ დისკომფორტი შევექმნათ ხელისუფლებას ყველგან, როდესაც მათ შექმნებათ რაღაც შეხვედრა, იქ დაისმება აუცილებლად მწვავე კითხვა. ჩვენ მათ შევეცდებით რომ პოლიტიკურად შევაწუხოთ ყველგან, იმისთვის რომ ჩვენს საზოგადოებას კარგად დავანახოთ, რომ რეალურად ამ პოლიტიკურ ძალას მიყავს ქვეყანა უკან და უკან უკვე წაიყვანა და იქ გალდენ მანნა საუბრობდა თურმე ჩვენ ვართ წარსული, კობან არჩემაშვილის თანაგუნდელი ამაზე საუბრობს, თურმე მე ვარ წარსული და ისინი არიან მომავალი ამ ქვეყნის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საზოგადოებას დავანახოთ რომ ეს ხელისუფლება არ არის კარგი ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა არის უკეთესი ალტერნატივა. ჩვენ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შევეცდებით, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ოთარ კახიძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მომავალი პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენთან ხაზზე. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ახლა ამით დასრულებულია. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ რესპუბლიკელების შესახებ ვისაუბრებთ. პატა ზაქარიაშვილი იქნება ჩვენთან სტუმრად.